გამარჯობათ მეგობრებო, რა მინდა გითხრათ. დედაჩემს ჰქონდა ძველი, ძალიან ძველი, აი ასეთი პატარა ნაჭრები დარჩენილი. ალბათ თავისი ახალგაზრდობის თავისი მოქსოვილი იყო ერთი, მეორე იყო შეკერილი, აი ხევსურული ნაჭრელა და ჯვარედინი კერვით, როგორც იკერება ხევსურული, ტალავარი, ასეთი ნაკერი და ძალიან ძველი იყო, უკვე გაცვეთილი ის და ამხელა ნაჭრები იყო დარჩენილი. დედა ამას ინახავდა რისთვის, რომ შემდეგ სახე იქიდან გადაეღო, არ დავიწყებოდა ის სქემა შეკერვის დროს, მოქსოვის დროს, რა ვიცი და როცა მოდიოდნენ ვინმე მეზობლები და ნახცნობები, რა ვიცი, მახსოვს პატარა ვიყავი, რომ მოვიდოდნენ და დედას ეტყოდნენ, რომ სალომეო, შენო კარგი ქსოვა კერვა იციო და რაღაცა გექნებაო, ან დაგვიხატეო, აი ასე სქემა გაგვიკეთეო, ან რამე გვაჩვენეო და გვასწავლეო, რომ მოვქსოვოთო წინდებიც და ჯემპერებიც, იმიტომ რომ დედა ძალიან კარგი ჯემპერებს ქსოვდა, აი ორივე მხარეს რომ სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა სახის არის. ამისი ვიდეო გვაქვს ჩვენ ჩაწერილი, თუ დაინტერესდებით რაზე ვსაუბრობ. აი ასეთ ჯემპერებს ქსოვდა და ძალიან დიდი იმითი ფორმებით, რა ვიცი, სქემებით რა. და გამოიტანდა ხოლმე, აი საიდან მახსოვს ის პატარა ნაჭრები. ნაგლეჯები იყო დარჩენილი. გამოიტანდა ხოლმე და იქიდან აუხსნიდა, გადაუხატავდა, გადაიღებდა, რომ ყველაფერი აღარ მახსოვს, იტყოდა, დამავიწყდაო და გადაუხატავდა იმას და გაატანდა, თან ეტყოდა, ამ ფერით ეს მოქსოვე, მერე ამ ფერს ეს ფერი შეუხამე და ასე ჯობია. დედა რო ფერებს რო აწყობდა, დედა სასწაული გამოდიოდა ის მესად შემიძლია ახლა ისე ფერების შეხამება და არც მინახია, რა ვიცი, ვინმე რომ კერვის დროსაც და ქსოვის დროსაც ისე ფერებს ისე დასვამდა ერთმანეთთან, რომ აი ულამაზესი რაღაცა გამოვიდოდა ხოლმე. და ამას ატანდა ყველას, რომ გადაიღოთ იგივენაირად და მოექსოვათ იგივენაირად. და მახსოვს კიდე ხევსური ქალები, ხანში შესული ქალები, რომ ისხდნენ ხოლმე, აი თავიანთი სახლის წინ ელენე ერქვა ერთს, ის მახსოვს, ბებერა ერქვა ერთს, თუ ბებერო ასე ეძახდნენ არა. ნუ ბევრები მახსოვს, რომ ისხდნენ ხოლმე სახლის წინ და ქსოვდნენ, ან კერავდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ იმ ფორმებს, იმ ორნამენტებს, იმ სქემებს, გაევრცელებინათ, სხვისთვის მიეცათ, არ დაკარგულიყო, არ დავიწყებოდათ, სხვასაც რო გაეკეთა, იგივენაირი სხვასაც რო გაეკეთა. რატო ვლაპარაკობ ახლა ამას მე? წავიკითხე სადღაც, არც ის ვიცი ვისზე ამბობდა, ახლა ჩემზე ვერ იტყოდა, რომ იმიტომ რომ მე არავისას არაფერს არ ვიღებ. რასაც ვაკეთებ, ჩემი ხელიდან ვაკეთებ. იდენტური წაიღო ჩემიო, ვიღაცა ამბობდა ვიღაცაზე. წავიკითხე კიდევ ამ. და რატო წაიღო იდენტური? იმიტომ რომ თავისი იყო. თვითონ მოქსოვა თუ შეკერა, არ ვიცი ეგაც და მეო დიდი წვლილი მიმიძღვისო, ვიმეორებ იმ სიტყვებს, რომ კულტურული მემკვიდრეობა მიიღო ხევსურულ ტალავარსო თუ ნაჭრელას თუ ნაქსოს თუ რას ერთი სიტყვით. აი რისი თქმა მინდა ახლა. თქვენს იდენტურს ვერავინ ვერ წაიღებს. იცით რატო? ეს არ არის თქვენი საავტორო და არ გაქვთ არანაირი უფლება ავტორობაზე.
ვინც იყო ავტორი, აი ეს ხევსურული, ეს მაგალითად არის ეს ვერ შეცვლი ამას, იმიტომ რომ ხევსურულია. შენ რაც გინდა მოქსოვე, შეკერე, გადაიტანე და გააკეთე, მაგრამ თუ იტყვი რომ ხევსურულია, ზუსტად ასეთი უნდა გააკეთო. ზუსტად. ეს მოდის ალბათ საუკუნეები. ავტორი ვინ იყო ამისი, ის დიდი ხანია უკვე აღარ არის ამ ქვეყანაზე. და აი უხეშად რო ვთქვა, რომ წამოდგეს ის ავტორი და გითხრეს, ჩემი იდენტური გადაგიტანია, მოგიქსოვია, შეგიკერია. საინტერესო არას ეტყოდით. თუ თვლი, რომ ეს საავტოროა თქვენია. თქვენი საავტორო არაფერი არ არის, არაფრის ავტორი არ ხართ. თქვენ ეს გააცოცხლეთ, გადმოიტანეთ, უნდა გაავრცელოთ, თუ შეგეძლოთ რომ გააცოცხლეთ და ამდენი ნიჭი და მოგწა ღმერთმა, ეს გადმოიტანე და გაავრცელე, რომ ყველა მისწავლოს და არ დაიკარგოს. ის კი არ უნდა თქვათ, ჩემი ზუსტად იდენტური გადაუტანია. უნდა თქვათ, მადლობა ღმერთს, მე შევძელი რაღაც გავაკეთე და რა კარგია, რომ თქვენს გამოგადგათ. მარტო ფული არ არის ყველაფერი, მეგობრებო. ახლა ჩაკრულო კოსმოსში წავიდა და აღარავინ იმღეროს. სირცხვილია, ძალიან უხერხულია აი ესეთი რაღაცების თქმა. და კიდევ ვიმეორებ, შეგიძლია მოქსოვო, მოხატო, რაც გინდა გააკეთო, სხვა რამ ნებისმიერი. ახლა ეს არავისი არაფერი არ არის, ამას 1000-ნაირად მოგვსოვ, აქ ხეს დავხატავ, ყვავილს დავხატავ, რაც გინდა მოხატე, მოკარგე, გააკეთე, შენი საავტორო შეიძლება იყოს. მაგრამ შენ რო ამბობ ხევსურულ სქემებზე, ნაკერზე, ნაჭრელაზე, ნაქსოვზე, რომ ეს ჩემია, შენ მე არ ვიცი, არ გიცნობ, წარმოდგენა არ მაქვს ვიზე ვსაუბრობ, მაგრამ არა ხარ ხევსური. შეძელი რაღაც ალბათ გააკეთე, მაგრამ ნამდვილად არა ხარ ხევსური, რადგან ხევსურები ყოველთვის ცდილობდნენ ეს არ დაკარგულიყო, დარჩენილიყო და გადაეცათ და ყველას ცოდნიყო და ყველამ უნდა იცოდეს. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა და ეს ყველამ უნდა იცოდეს. თორე რაც გინდა მოხატე, მოქსოვე, რაც გინდა გააკეთე და შენით შექმენი და მაგრამ ამას არის რაღაცა, რომ იმას შენ თუ ამბობ, რომ ეს ასია, ხო, იმას ვერ შეცვლი. თორე შენ სხვანაირად რაც გინდა გააკეთე, კაცო, აკრძალული კი არ არის, ვისაც რა უნდა იმას კერავს, იმას ქსოვს, იმას ხატავს, იმას მღერის, ხო? მაგრამ თუ დაარქმევს სახელს, იმ სახელს თავისი ჩარჩოები აქვს, თავისი კანონი აქვს და შენ არა გაქვს უფლება თქვა იდენტურია, წაუღია, ჩემია, საკუთარია, არაფერი არა შენი საკუთარი. გამოიტანე, ის უნდა გავრცელდეს და მადლობა თქვი, რომ ეს შეგაძლებინა ღმერთმა. შენმა შესაძლებლობებმა. და კიდევ ამბობ, აი ის ხალხი რომ ახსენდება, არასდროს არ მე დედაჩემისგან ვისწავლე ეს ყველაფერი კიდე ვიმეორე, ბევრჯერ მithქვია და არასდროს არ უთქვია, რომ ეს არავინ მოგსოვოს, არავინ გადაიტანოს, იგივე რატო გააკეთა, ეს არავის არ უთქვია. აი პატარა ბავშვი ვიყავი და ვხედავდი იმ ხალხს, რომ ისყდნენ, ქსოვდნენ, კერავდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ, აი როგორ თქვა, უზიარებდნენ, რომ ეს გადაიტანე, ეს წაიღე, აი ეს გააკეთე, ასე გააკეთე. არსად არ გამიგონია ეს ჩემია და მე მოვქსოვე, მე შევკერეო და შენ რატო წაიღეო. აი ეს ძალიან სირცხვილია და აი ეს ჩემი ნათქვამი გავრცელეთ, გადააზიარეთ, რომ მივიდეს ადრესატამდე, იმიტომ რომ მე არ ვიცი ის ვინ არის. მაგრამ სირცხვილია, რომ ასეთი რამე თქვა ადამიანმა. ეს არის ქართული და ყველასი, ეს არც ჩემია, არც შენია
და თუ შეძელი და გადმოახალისე, გაამრავლე, როგორ თქვა, რა ვიცი, გადმოიტანე, რაც იკარგება და გადმოიტანე, ის კი არ უნდა თქვა, რომ ჩემი იდენტური წაუღია სხვას. მადლობა, რომ მე შენამდე რაღაც მოვიტანე და შენ დაინტერესდი. აი ეს უნდა თქვა. არ შეიძლება მეგობრებო, ესეთი რამე როგორ შეიძლება? წეღანაც ვთქვი, გააკეთე შენი რაც გინდა საკუთარი, შექმენი, მოიგონე და ის შენი იქნება. იმას ვერავინ ვერ წაგართმევს და იტყვი, რომ რატო წაიღე კაცო, ის ჩემი იყო, ეს მე მოვიფიქრე, მე მოვიგონე, ფერებიც მე ავაწყვე. ყველაფერი მე გავაკეთე, მე შევქმენი, მე დავხატე. და შენ რატო წაიღე? აი იმ შემთხვევაში შეგიძლია თქვა, ეს როგორ შეიძლება თქვა, რომ ჩემია და მე ამაში წვლილი მიმიწვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა მიიღო. სულ არ მიგეღო წვლილი, სულ არ გაგეკეთ, არაფერი ჯობდა, სადაც აი ეგ თქვი. სულ დაკარგულიყო ის ჯობდა. კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემზე არ უთქვია, არც ის ვიცი ვისზე თქვა. არც იმ ადამიანს არ ვიცნობ პირადად მე, არც ადრესატს ვიცნობ და არც ვინც თქვა, არც იმას ვიცნობ. გაავრცელეთ და თუ არ მოგეწონება ჩემი ნათქვამი, ძალიან ადვილად მიპოვი და მიპასუხე. და მე კიდევ უკეთესად გიპასუხებ. სირცხვილია ის მეორე ესეთი რამე, მეორედ არ უნდა გაიმეოროთ. ნამდვილად არ ხართ ხევსური, არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ თქვენ არ ხართ ხევსური. სადაც იკადრეთ და ეს თქვით. ეცადეთ ადამიანებო ერთმანეთი გიყვარდეთ.